წელს არის ზუსტად 100 წელი ამ არაჩვეულებრივი ტექსტის გამოქვეყნებიდან. ეს შეიძლება დაწერილი იყო დღესაც. პასპორტების ამბავში კვაჭივით იყო თვითონაც 4 პასპორტი ჰქონდა. ახალგაზრდა კაცი, რომელიც სოციალურად შემდგარია, აქვს კარგი სამსახური. სუნიც ადაპტაციის ნიშანია, როცა ვერ ეგუები, იქ ვერ ჩერდები. ტოქსიკური ურთიერთობა აქვს საკუთარ ცოლთან, მას შორდება და მიდის მთაში სპილენძის საძებნელად. ლიბიდოს ფრთის გაშლის ადგილი არის თან. ისე წერს სექსზე, რომელიც შეიძლება გასაგები იყოს 2026 წლის ადამიანისთვისაც. ფროიდი ქართულ ტექსტში იყო ჯავახიშვილთან მხოლოდ. ყველა კაცი იპოვის რაღაცა ტიპის მეც. ამ ხათუთა სხვა არავინ არ კითხა მოეწონებოდა თუ არა ცივილიზაცია. ისე წამოიყვანეს. ასე კაც დაენახოს ხალის გადმოსახედი ქართულ მწერლობაში იშვიათია ნამდვილად. თვითონ ბერიამ დაადგა გულზე წიხლი ერთხელ. ის იყო ანტისაბჭოთა სრულად თავისი მთელი შეგნებით. მეც რო ყოფილიყავი სტალინი, ალბათ პირველი ვისაც დავშჭიტი იქნებოდა ჯავახიშვილი. ისე აწამეს ერთ ყველაზე მეტი რომ იმ წამების ვერავინ ვერ გაუძლებს. დიქტატორებმა უნდა გაიგო, რაც არ უნდა დახვრიტო, გაანადგურო. მოშთო, ტექსტი მაინც თავის გზას ნახულობს. პერსონაჟები არ ქრებიან, ტრანსფორმირდებიან და არ აქვს მნიშვნელობა იმას, ერმესი აცვია თუ რა ვიცი. მე მინდა რომ დადგეს საქართველოში დრო 2126, როცა მაშინდელი ირაკლი კიკნაველიძე და ქეთი დევდარიანი დასწრებიან და იტყვიან ჩვენ არ გვისმის ეს ტექსტი რაზეა. ჯავახიშვილი არასდროს დროს არ გვართმევს. დღეს ჩემი სტუმარი არის ირაკლი კიკნაველიძე, ჟურნალისტი და ჩვენი წიგნი მიხეილ ჯავახიშვილის თეთრი საყელო. მოგესალმები, დღეს ხუთშაბათია, ერთი წიგნის დღე და სანამ წიგნზე ვისაუბრებ, მინდა გთხოვოთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაწეროთ კომენტარები, დააშიაროთ, ასე თქვენ დაეხმარებით ჩვენი არხის მისმინეს პოპულარიზაციას. სანამ წიგნზე ვისაუბრებთ, ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენ სპონსორს მთისწყალს, ეს არის წყალი ბრომატის გარეშე და საქართველოს უნივერსიტეტს, რომელსაც არაჩვეულებრივი სლოგანი აქვს, რომ თავისუფალი ადამიანის გონებაში იბადება სამყაროს შეცვლის იდეა. იდეა, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია, ხოლო თავისუფალი ადამიანის გონებაში შეიძლება დაიბადოს. დღეს ჩემი სტუმარი არის ირაკლი კიკნაველიძე, ჟურნალისტი და ჩვენი წიგნი მიხეილ ჯავახიშვილის თეთრი საყელო. 1926 წელს დაიწერა და წელს არის ზუსტად 100 წელი ამ არაჩვეულებრივი ტექსტის გამოქვეყნებიდან, დაწერიდან და რატომ თეთრი საყელო. გამარჯობა, მივესალმებ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. გამარჯობა, ქეთი. მიხარია რომ ამ გადაცემაში ვარ, იმიტომ რომ ეს დედა ჩემი საყვარელი გადაცემა არის ქართულ ტელესივრცეში და ამიტომ მიხარია რომ აქ მოვხდი. რატომ თეთრი საყელო და რატომ ჯავახიშვილი? მე მგონია რომ ამ ხრივ ეს თემატიკა რაზე თეთრი საყელოა დაწერილი. თითქოს არ შეცვლილა, რომ ვკითხულობდი ახლა ამ პერიოდში კიდე თეთრ საყელოს, ეს შეიძლება დაწერილი იყო დღესაც 1926 წელს დაიწერა, მაგრამ 2026 წელსაც შეიძლება რომ ამ თემაზე დაიწეროს წიგნები და იწერება კიდეც წიგნები და ძალიანაც პოპულარულია ეს თემები დღეს. ბევრი ადამიანი არის იგივე განცდებში, რა განცდებშიც არიან ამ წიგნის პერსონაჟები, ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი. 26 წელს დაიწერა, თქვი ახლა და 100 წელი გავიდა. შეიძლება ითქვას, რომ ეგ პერიოდი ჯავახიშვილისთვის არის ყველაზე უფრო პროდუქტიული პერიოდი. 24 წელს წერს კვაჭი კვაჭანტირაძეს, 25 წელს აქვეყნებს ჯაყოს ხიზნებს და 26 წელს აქვეყნებს თეთრ საყელოს. მე არც ვიცი სხვა ქართველი მწერალი, რომ აი ეს მიყოლებით ასე თან ეს ჩანჩურადან შესვენების მერე დაგროვილი ხანგრძლივი შესვენების შემდგომ ამ პერიოდში რომ ჯავახიშვილმა დიდი გზა გაიარა, ხო პოლიტიკოსი იყო, თან ერთ-ერთი პარტიის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი იყო საერთოდ და გამორჩეული სახე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის. ანუ ეს 20-იანი წლები ამ ხრივ ქართული მწერლობისთვის ზოგადად ყველაზე პროდუქტიული წლები არის, ალბათ ძალიან ბევრი რამ დაიწერა ამ დროს, მაგრამ ჯავახიშვილი ამ ხრივ ყველაზე გამორჩეულია. ჯავახიშვილი თან ჩემთვის რატომ არის გამორჩეული კიდევ დამატებით. მე არ დამოვიწყდება არასდროს პირველი შთაბეჭდილება, როცა რა ვიცი, წავიკითხე მისი ჯაყოს ხიზნები. ჩემთვის ეგ არის ხოლმე ტესტი. დღესაც მემართება და მაგით ზომავ ხოლმე რაღაცას, აი, რომ დაამთავრებ წიგნს და რომ იფიქრებ, რომ ამაზე კარგი რა შეიძლება წავიკითხო. აი, მქონია უმბერტო ეკოზე მქონია, გამსახურდიაზე მქონია იგივე და ასეთი იყო ჩემთვის ჯაყოს ხიზნები თავის დროზე. მაგრამ რითი გამოირჩევა ჯავახიშვილი კიდე იმ პერიოდის სხვა მწერლებისაგან. ჯავახიშვილის ენა
ეს არის უკიდურესად სპეციფიკური ენა, რომელიც მან ისწავლა. ეს არ არის ადამიანი, რომელმაც ყველა მწერალი მუშაობს თავის ენაზე სხვადასხვა ფორმით და ბევრს მუშაობენ ხოლმე დიდი მწერლები მათ შორის, მაგრამ მან განგებ ისწავიდა იმ ტერიტორიაზე, რომელიც დღეს ოკუპირებულია, თამარაშენში, რომელიც სადაც ლაპარაკობდნენ ყველაზე კარგი ქართულს, მაშინდელი ცოდნა ასეთი იყო და იქ ისწავლა ქართული. კი, მანამდე დაიცინა და ესეც იყო იმპულსი, რომ თავისი ენის გამო და ეს რო ის ნასწავლი აქვს ეს ენა, მას ეტყობა რაში? ის ერთი მხრივ საკმაოდ ეკონომიური არის ბევრი მიმართულებით, როცა იყენებს სიტყვებს, შედარებებს, ზეცართავს სახელებს, მაგრამ მეორე მხრივ ამ მის ლექსიკონს ეტყობა, რომ ეს არის მეთოდურად შემუშავებული ლექსიკონი. ეს არ არის ენა, რომელიც მას მოსდგამს, ეს არის ენა, რომელზეც მან იმუშავა. და ამ მხრივ მწერლის შრომა მის ტექსტს ყველაზე კარგად ეთყობა. ოღონდ ეს შრომა, ხა შრომით შეიძლება ბევრმა იშრომოს, მაგრამ მას ძალიან კარგად გამოვიდა. ამას გარდა მისი ენა არასდროს არ ასეთ ყურადღებას არ მიგაპყრობს ავტორისაკენ. ეს არ არის ავტორი, რომელიც ცარკეში იხედება და ისე გელაპარაკება და საკუთარ თავს ეპრანჭება. არიან ეგეთი წერილები ქართულ წერილობაში, ხო? ძალიან დაფასებულებიც მათ შორის და ძალიან მაგრებიც, მაგრამ მისი ენა დამკვირვებელი ენა არის. ყოველთვის მისი მზერა მიმართულია ობიექტისაკენ, რასაც აკვირდება და რაც თავია აგიქვამს და აფასებს მას. აი თეთრი საყელო რითი არის გამორჩეული აქ ენობრივი თვალსაზრისით. ესე იგი, მთავარი გმირი ეს არის ქალაქელი კაცი და ფაბულასავით რომ თქვა, ჩემთვის ხელახლა წავიკითხე, კიდევ სულ სხვა შთაბეჭდილება დამიტოვა ამ წიგნმა. ხო, ჩვენს ლიტერატურას აქვს ეს პლუსი, რომ აი უკვე წაკითხული მაქვს არ არსებობს, რადგან ყოველ შემდეგ წელს რამდენადაც შენ იზრდები, იმდენად განსხვავდება ინტერპრეტაცია ტექსტისა. სულ რო ყოველ წელს წაიკითხო, სხვადასხვანაირ რაღაცას დაინახავ. ალბათ ვიყავი 14 წლის რო წავიკითხე და მასტერი შთაბეჭდილება სულ სხვა იყო, მაშინაც არ მომიწონე, მაგრამ ეხლა რო წავიკითხე, სულ სხვა რამ დავინახე ამ წიგნში, აბსოლუტურად განსხვავებული რამ. და აქ ამ წიგნში რა არის კიდევ განსხვავებული? ჯავახიშვილი პრაქტიკულად ორ სხვადასხვა ენაზე წერს, ორ სხვადასხვა ენას ფლობს. ეს არის ლიტერატურული ქართული, რასაც ჩვენ მას ვეძახით და მეორე არის ხევსურული დიალექტი, რომელიც ზღვარზე არის, იმდენად რთულია, იმდენად კომპლექსურია, იმდენად განსხვავებულია, იმდენად სხვა ტიპის ლექსიკონისაგან შედგება, რომ მას ეტყობა, რომ მან ამ ხევსურულ დიალექტზე იმუშავა, რომ აეთვისებინა. იმდენად ავთენტურია, რომ მე ზოგიერთ წინადადების ორჯერ წაკითხვაც მიწევდა, რომ გამომეტანა აზრი, რადგან არ ვიცი ეს დიალექტი ასე კარგად, ანუ რას გულისხმობს. რთულია ძალიან და ეგ ეტყობა, რომ კიდევ ერთი დიალექტია თუ გახსოვს, ეს არის თბილისელი, ემანსიპირებული ქალის ახალი ლექსიკური მარაგი და მისი გამოყენება. ძალიან ნიშანდობლივი არის ეს ცუცქიას პერსონაჟი, ქალაქელი ემანსიპირებული ქალი. ჩვენი პერსონაჟის ცოლი, ყოფილი ცოლი. თავისთავად ეხლა ეს რა ტალღა არის? 20-იანი წლები რა არის? არის დაკვეთა. არის ეხლა ნებისმიერი წიგნი ამ დროს რაც ქვეყნდება, დაბეჭდილი წიგნი რაც გვაქვს. ნებისმიერი არის ჩამჯდარი იმ სახელმწიფო დაკვეთაში, რაც მაშინ არსებობდა. ჩვენ გვყავს იმ პერიოდის განსაკუთრებით პოეტები, რომლებიც არ გამოქვეყნებულა არასდროს და ისინი თავისუფალი არიან ამ სახელმწიფო დავალებისაგან, რაც მაშინ იყო. მაგრამ რაც დაბეჭდილია, ყველაფერი არის მაინც ამ დაკვეთის ფარგლებში მოქცეული. უბრალოდ მწერლის ნიჭიერება და წარმატება იზომება ამ დაკვეთის ფარგლებში რას აკეთებს. მაგრამ მიხეილ ჯავახიშვილი ამ დაკვეთასთან ყოველთვის რაღაცნაირად აცდენაში იყო, რაც საბოლოო ჯამში არ გამოსდიოდა, იმიტომ რომ კარგად მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო მწერალი დამკვირვებელი, ძალიან ზუსტად შენიშნე, არა მწერალი, რომელსაც შიგნით წარმოეშობა შემოქმედებითი მუხტი, არამედ გარედან შემოზდის დაკვირვების შედეგად. და მას არასდროს არ გამოსდიოდა აი ეს მიხვედრა რა უნდა ეპოქას, რა უნდა ბელაც, იმიტომ რომ პირველ რიგში კარგი მწერალი იყო, თუმცა ხანდახან ხო ატყუებდა ჯაყოს, მე გადავაკეთებ რაღაც, ანუ ცდილობდა ლავირებას, მაგრამ საბოლოო ჯამში ქალის თვითითაც კი ვერ შეძლო აი ამ არსენა მარაბდელი იყო მის მაქსიმუმი ალბათ, რაც აი ამ რეჟიმთან გააკეთა და შესწირა ამ რეჟიმს, ასე ვთქვათ. ეს არ არის მწერალი, რომელიც, რა ვიცი, ერთმა კაცმა შეადარა ადრე და მახსოვს, ეს არის პატარა ბავშვი, რომ დედის ფეხსაცმელებს ჩაიცმავს და სარკესთან დადის, ხო, და ესე იპრანჭება. ეგეთი მწერალი არ არის, რომელიც საკუთარ თავს ეპრანჭება და მკითხველს ეპრანჭება, არ გეპრანჭება, ენობრივად არ გეთამაშება არასდროს. იყენებს იმ სიტყვებს, რაც ჭირდება. ამით სხვა შორის რაღაცით გავს კლდიაშვილსაც, აი კლდიაშვილიც ამ ხრივ ეკონომიურია ძალიან. აი ამომწურავია, მაგრამ ეკონომიურია ამ გაგებით, რა ვიცი, სამანიშვილის დედნაცვალი შეიძლება ტეტრალოგია გამოსულიყო, იმ ხელა თემატიკას მოიცავს, ხო, მაგრამ არა, ამომწურავად გაწვდის და რა ორივე გრძნობდა და იცოდა, რომ სიზუსტეში არის მეტი ემოცია.
კი, და რაც უფრო გამოსწორება. ეკონომიურია და ზუსტი. ოღონდ ამ ეკონომიურს სჭირდება სიზუსტე. რაც უფრო ცოტა სიტყვას ხმარობ, მით უფრო ზუსტი უნდა იყოს ის სიტყვები, რომ ჩემში დიდი ემოციები აღწევს როგორც კითხვაში. კი. ეხლა თემას რაც შეეხება, მთა არის თემა, ხო? ამ პერიოდში მთის შესახებ და მთაში და სპილენძის და მომდევნო. სპილენძის მომდევნო მთაში ცივილიზაციის ასვლა. მოდი ასე ვთქვათ. ეს არის საბჭოთა პერიოდის დამყარების შემდგომი წლები, როდესაც მთის ინტეგრირება და მთაში ცივილიზაციის ატანა არის ძალიან წამყვანი თემა მთელ საბჭოთა კავშირის განსაკუთრებით საქართველოში. ამ პერიოდში საქართველოში იწერება რამდენიმე ასეთი ტექსტი და იღებენ ფილმებსაც. ახლა ჯიმშვანთე მაგალითად კალატოზიშვილის ფილმი ხო ამაზეა ხო? მარილის ატანა და მარილის საკითხი სვანეთში. ასეთივე არის მაგალითად ამ პერიოდში იწერება იღებენ უკანასკნელ ჯვაროსნებს. იკოდოლიძე იღებს ამ ფილმს. იქაც იგივეზეა ცივილიზაციის ასვლა ხევსურეთში, ხო? აკაკი ბელიაშვილის რომანი დაიწერა ამ პერიოდში იგივე ვეფხი ახალამაური, რომელიც ამავე თემაზე არის. აი თითქოს ამ თემატიკაში ჯდება ჯავახიშვილის ეს ტექსტიც, რომ აი მთა, ქალაქი, ურთიერთდაპირისპირება და მთა როგორი ჩამორჩენილია, როგორი საჭიროა იქ ცივილიზაციის მიტანა, როგორი საჭიროა იქ თვითონ წერს თუ გახსოვს უბის წიგნაკში ამბობს, რომ თეთრი საყელოს შემდეგ ძალიან ბევრი ათასობით სტუდენტი ავიდა ხევსურეთში. ამხელა გავლენა ქონდა მაშინ ლიტერატურას. რაც ეხლა ძნელად წარმოსადგენია, რომ ამხელა იმპულსი მიეცეს, მაგრამ ეს საზოგადოების დაკვეთაც იყო, რომ ის, რასაც ლიტერატურაში ნახავდნენ, მერე თვითონაც გაეკეთებინა ცხოვრებაში და ეს ტრენდი იყო ზოგადად, რომ ას დიდ იდეალებზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, კარაქის სეპარატორის მთაში ატარაზე უნდა ვილაპარაკოთ, ხო? შექსპილს ფარდა, შექსპირის უარი, რაც წარსული როგორც მოსათავებელი, უკანდასატოვებელი. ეგ ტრენდი ზოგადად ახასიათებდა ამ პერიოდის შედარებით მემარცხენე პერიოდია, ხო? მემარცხენე იდეები იღვიძებს ძალიან ამ პერიოდში და ბევრგან შეიმჩნევა ეგ, მაგრამ ჯავახიშვილმა მგონი არც უცდია, უბრალოდ თემატურად ჩაჯდა, რომ მთა ქონდა თავის წიგნში რაღაცნაირად ჩართული, თუმცა საბჭოთა ისტაბლიშმენტის გადმოსახედიდან არ ამგონია, რომ მათ ჩაითვალათ, რომ ეს რომანი გამოვიდა როგორც ტექსტი, რომელსაც რაღაც ახალი საბჭოთა იდეალების შესახებ უნდა ეკადაგა. ეს ხო არა, იმიტომ რომ ქალაქის ეპიზოდებს თუ გავიხსენოთ, რაღაც არც აქანა მიმიღონ, არც იქანა მიმიღონ უფროა, ვიდრე რაღაც რომ აი აქეთ თბილისშიც არ არის მისი ყოფა კომფორტული, ხო? და იქაც ძალიან კრიტიკულად არის განწყობილი ქაურობის მიმართ. ზოგადად ამ პერიოდის ქართულ ტექსტებს თუ დავაკვირდებით, აი დავაკვირდით გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძეს, ჯავახიშვილს. სამივე ქართველ კაცს, რომელსაც აქვს კარგი საერთაშორისო ესეთი მსოფლიოს კარგი ცოდნა იმ პერიოდისათვის, აქვს აშკარად ღრმა შინაგანი კრიზისი. ისინი იცნობენ მსოფლიოს, ისინი ხედავენ ამ მსოფლიოს, აფასებენ ამ მსოფლიოს, მაგრამ ამავდროულად მათი აღქმა საკუთარი თავისა, როგორც კაცის მათ შორის, რაღაცა კრიზისს გადის. აი, ეს პერსონაჟები რომ ავიღოთ, იგივე კონსტანტინე სავარსამიძე დიონისოს ღიმილში, იგივე ელიზბარი თეთრ საყელოში, იგივე არჩიბალდ მეკეში გველის პერანგში. ეს ხალხი აი კრიზისშია. კრიზისში ხა ეს პირდაპირ ეს პერსონაჟები არ დარდება ერთმანეთს. შეიძლება კონსტანტინე სავარსამიძე უფრო თეიმურაზ ხევისთავსაც კი გავდეს, წააგავდეს რაღაცით, მაგრამ კრიზისი სამივეს გასდევს, რაღაც ერთგვარი დეპრესია, კაცური დეპრესიაც კი. ერთგვარი არ ვიცი, შუასაკში არც ერთი არ არის, მაგრამ შუასაკის დეპრესიის ნიშნებს კი ატარებენ. არის იმის ნიშანი, რომ აი როცა ეპოქების მიჯნაზე, როდესაც დიდი სისტემური ევოლუცია უსწრებს შენს ადგილს უკვე თითქოს მოპოვოს. ანუ რაღაცისთვის ხო ემზადები. ასე დაემართა პოსტსაბჭოთა ქართველსაც. ემზადებოდა საბჭოთა კარიერისთვის და უცებ მოუწია პოსტსაბჭოთა კარიერისთვის გადაწყობა და ეს არის კრიზისის საფუძველი, როგორც წესი. კაცებში ეს როგორ ჩანს კიდე სხვანაირად ხო, იმიტომ რომ პატრიარქალურ გარემოში აი მასკულინობის კრიზისი ყველა პერსონაჟი გამჭოლია, შეიძლება ითქვას, ყველას ახასიათებს. როგორც ჩანს ავტორებიც რაღაცნაირად სამხრივ დიდ ტრანსფორმაციას გადიოდნენ. დიდი ცოდნა, რაღაცა პროგრესისადმი რაღაცნაირი მიმართულება, მიდრეკილება, სურვილი. ამავდროულად მათ საკუთარი თავის შესახებ აღქმები. ამ ორ შორის იყო კრიზისი და მთავარი პერსონაჟი თეთრ საყელოს ხო აი ამაშია. თეთრ საყელოს პერსონაჟი ვინ არის? ეს არის ახალგაზრდა კაცი, რომელიც სოციალურად შემდგარია, აქვს კარგი სამსახური, არის თანამედროვე ცხოვრების ტრენდი, რაც არის იმაში ჩაწერილია, მაგრამ პირადი ცხოვრება არ გამოსდის. ტოქსიკური ურთიერთობა აქვს საკუთარ ცოლთან, მას შორდება და მიდის მთაში სპილენძის საძებნელად. მაგრამ აქაც შეგვიძლია მეტაფორად აღვიქვათ, რომ ახალ ეპოქასთან ეს ცოლი არის სიმბოლო იმ სიახლეებისა, რაც მოიტანა
ეგრეთ წოდებულმა რევოლუციამ, ხო? და მოიტანა ახალმა ეპოქამ და ამასთან შეგუება მას უჭირს, იმიტომ რომ ისიც ძალიან ზედაპირული, ხო ამბობს გახსოვს, რომ აღარ შეუძლია ამ რაღაც ვითომ ფსევდო ამაღლებულ და გლობალურ იდეებზე და თემებზე საუბარი, უბრალოება ურჩევნია მთას პრიმიტიული როგორც ცოტა საყვარელი. ხო შეიძლება აი პირველი ზოგადად ჯავახიშვილი ირონიული მწერალია, მას აქვს ძალიან ამ დროს აბრალებდნენ რომ იუმორი არ აქვს და გამიხარდა რომ თქვი რომ სინამდვილეში თავიდან ბოლომდე მთელი მისი დამოკიდებულება ირონია. ბასრი ენის მქონე ირონიული დამოკიდებულება აქვს და აქ ჩანს, ბევრგან ჩანს აი სხვა შორის როცა ის თბილისში მყოფ ხევსურებს აღწერს, თავიდან როცა ის შეხვდება, ხო ჩვენი თავი პერსონაჟი როგორ გაიცნობს ამ ხევსურებს. როგორ ერთ სცენაში ღამე როგორ იწმევს ხევსური აბჯარს და ეზოში როგორ ეჩხუბება ლანდებს, ხო, რაღაც სხვა შორის ეს აღქმა ეხა აქ ხევსურზე არის, მაგრამ გვიან საბჭოთა ფილმებში გაჩნდა მთლიანად ქართველზე. ცოტა მოსულელო, კეთილი, მაგრამ ცოტა ბრიყვი ქართველი, რომელიც ეხა ჩვენ რაღაც მარტო მიმინოცით და რაღაცებით შევლებთ ხოლმე და სინამდვილეში ქართველის პროტოტიპი საბჭოთა ფილმში იყო ეგეთი. და მე რუსებში რუსულ აღქმაში ქართველი ეგეთია. სულელი, მაგრამ კეთილი რა. ხო, და ფიქციისადმი დამოკიდებულებაც აი თეატრში როყავს, რომ ეს ვერ არჩევს სინამდვილეს და სცენაზე ის არ გამოვიდოდა ეს აი დროშას თუ არ დააჭერნებდნენ ხელშიო, ხო? ამაზე სასტიკდაც რა გინდა რომ იყოს, ხო? როგორც ჩამორჩენილს ისე აღწევს. და ყველაზე დიდი სიმწარე, სადაც ერთგან ამ ტექსტში ჯავახიშვილი ამბობს, რომ თავისი პერსონაჟის ენით, რომ აი რევოლუციის დაღმართზე ვიყავით უკვე და მისი ვაჟკაცობა სრულიად გამოუსადეგარი იყო და ეს მომხვდა ყველაზე მეტად დღეს გადაკითხვისას თვალში, როდესაც უკვე ვაჟკაცობაც კი გროტესკული ხდება, იმდენად შეჭამა სისტემამ ყველაფერი და ის არის 1907 წლის პერიოდი აშკარად. ხო. როცა რევოლუცია რეაქციის წლები არის, ხო? და მთლიანად ამ ვინც პროგრესს უყურებდა რაღაცნაირად და მეფის რუსეთი არ მოწონდა ყველასთვის ძიმე პერიოდი ყველას გაქცევა მოუწია ქვეყნა რაღაც. აშკარად ჯავახიშვილზეც ამ პერიოდმა იმოქმედა, იმიტომ ამ პერიოდში ის პოლიტიკურად დევნილია. იმას უწევს ქვეყნიდან წასვლა, რაღაცა სხვა პასპორტის სიარული ეს პერიოდი, სხვა შორის ბევრზე მოახდინა გავლენა აი ამ რეაქციის. პასპორტების ამბავში კვაჭივით იყო თვითონ. ხო, თვითონაც კვაჭივით. მარტი 4 პასპორტი ქონდა და 1000-ობით გვარი მე მგონი, 1000-ობით არა, მაგრამ 4 გვარი ქონდა და 4 გვარი ვის აქვს საქართველოში თან რაღაცა. ეს ნაწილი ქონდა აშკარად კი. შემდგომ სხვა შორის და ეს დაპირისპირება დიდი სამყარო როგორც ქალაქი როგორც დიდი სამყარო თავის შიშებით სავსე არასტაბილურობით შფოთებით დღეს ეს სიტყვა პოპულარულია ხო მე დამჭ ეხლა რო გითხულობდი კიდე ერთხელ რა ვიცი ეს კაც არის დეპრესიაში ქალაქში არის დეპრესიაში იმის გამო რომ ოჯახური ცხოვრება ვერ აწყო ვერ ჩაეწერა მისი შინაგანი სოციალური აღქმა და ის რასაც გარშემო ხედავს ვერ მოვიდა კორელაციაში ერთმანეთთან თავის სექსუალურ რევოლუციასთან ერთად თავის სექსუალურ ვერ აღიქობს ის კი ვითომ არის ამის ნაწილი მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ ისეთია ხო აი მე გამოჩნდება მას სინამდვილეში რა აღაგზნებს რა უნდა მას რა არის მისთვის სექსუალობა ფემინურობა რა არის მისთვის ის ფემინურობა რომელიც მას იზიდავს და ამას პოულობს მე მთაში პატარა სამყაროში იმიტომ რომ ეს არის დიდი სამყარო და პატარა სამყარო, რომელსაც თავისი პატარა პრობლემები გამოსდის საბოლოო ჯამში. ესეც ბეზრდება, მაგრამ ეს შემდგომ ხდება, ხო? ანუ ეს უფრო კომფორტულია, დაცულია, იქ უფრო დაცულად გრძნობს თავს. ეს სოფელიც, სადაც ის მიდის ხევსურეთში, ხო? ეს რა არის, რომ ხევსურები აიყარნენ, რომ დაემალონ საბჭოთა კავშირს, თავიანთი ისტორიული წითლებმა რო არ მიაგონო. წითლებმა რო არ მიაგონო, სადღაც ახტებიან. ანუ ახალ სოფელს აარსებენ. ეს სოფელი მანამდე არ არსებობდა, ეს არარსებული ადგილია. როგორ ჯურხანთ კარი, ხო, ასე ეძახის. და იქ თავის კოშკებს აშენებდნენ, მიუხედავად რომ კოშკებიო ქისტებისგან თავის დასაცავად ჭირდებოდათო, მაინც ააშენესო, იმიტომ რომ რაღაც მათთვის სხვა რაღაცის მატარებელია ეს. და სხვა სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ კოშკის აშენებას. და აი ამ პატარა სამყაროში ის მე თავს გრძნობს კომფორტულად, ის პოულობს რაღაცნაირად, იქაც დეპრესიაში აშკარად. იცი რა გამახსენს სოლ ბელოუს ჰენდერსონი წვიმის მეფე გამახსენა, რომ კაცი რო აფრიკაში მიდის რა სპილოებზე სანადიროს კი რაღაცა ტიპის კრიზისს რო გაექცევა აფრიკაში. ეს იგივე ტრენდი არ არის კრიზის არ გაექცევა მაინც ამ გაგებით, მაგრამ შეგრძნება მგონია რომ იდენტურია რაღაცა ტიპის კაცი რომელიც კაცი დეპრესიაზეა მაინც აი დღევანდელი გამოსაგებია. მეც გამახსენდა მაგალითად მაკონდო რომელიც ასე პირდაპირ არის, მაგრამ აი ეს რაღაც შენით დაარსებულ სოფელშიც კი სადაც შეიძლება თავიდან აი პირველი ეიფორიის ფაზაში იყო ძალიან ბედნიერი საბოლოო ჯამში მაინც მე იმიტომ ვთქვი ეს არც აქანა მიმიღონ არც იქანა მიმიღონ რომ ზუსტად იქაც მე გეწყება ეს გეშინია გახსოვს რომ ეშინია რომ არ დაბრუნდეს ის სუნი
რომელიც ტრანსფორმირდა აღარ აწუხებს და ტრანსფორმირდა ფიჭვის სუნში, ისევ არ დაუბრუნდეს ძროხის შარდისა და რაღაც აუტანელ სუნს, იმიტომ რომ სუნიც ადაპტაციის ნიშანია, როცა ვერ ეგუები, იქ ვერ ჩერდები, ხო? კი. სხვა შორის აქ ჯავახიშვილი ხო ეს თემა მისცეს, რომ ახლა წერთ თაზე. თაში როგორ არის ცივილიზაცია. ყველამ თავის მიმართულება არჩია, როგორც გავიხსენე მაგალითები ამის. სეპარატორს ესეც ახსენებს. ეს სეპარატორი როგორც ჩანს დიდი თემა იყო მაშინ. რა ეს სეპარატორის ატან მაშინ ხო რა მოხდა, რომ იდეალები გამოცხადდა როგორც ცუდი, მანამდე იდეალები რაც იყო და იდეალად გამოცხადდა რა, ადამიანი შრომობს. როდის იყო რომ ეგ რაღაც გმირობა იყო შრომა, მაგრამ მაშინ გამოცხადდა რაც ეს სოციალისტური რეალიზმის ის რო იძერწებოდა, ხო? აი ეგეთი რაღაცები შემოვიდა. შრომა ფიქრის მაგივრად, რატომღაც ეს კონცეფცია შემოგთავაზეს. გმირობა ის ხო არ არის რაღაც. აღარ გამორიცხავს, რომ თქვათ თან შრომობდე და თან ეგზისტენციალური საკითხები გაწუხებდეს, მაგრამ მათ ეს გაწიეს გვერდზე, იმიტომ ჯავახიშვილი ალბათ თავის ფსიქოლოგიზმის გამოც დაისაჯა. ანუ ეს ბერიასთან რაღაც პირისპირ ფანჯრის გაღების დროს შეტაკება მარტო არ იყო მიზეზი. ესეც რა თქმა უნდა პირადი შურისძიება, როგორც ყოველთვის მაშინაც აქტუალური იყო, მაგრამ ეს იყო მწერალი, რომელიც დიახად ძირს უთხრიდა აი ახალ საბჭოთა პათოს და კონცეფციას, ხო და მეც რო ყოფილიყავი სტალინი, ალბათ პირველი ვისაც დავშჯიტი იქნებოდა ჯავახიშვილი. ის მართლა ანტისაბჭოთა ადამიანი იყო. ანუ რისთვისაც გაასამართლეს გავიგო რომ ეს გერმანიის აგენტობა და რაც ეს მოგონილი იყო, მაგრამ თავარი აზრი ხო ის ხო ანტისაბჭოური აგიტაციისთვის, ანტისაბჭოურ აგიტაციას ეწეოდა პირად საუბრებშიც, პირად ცხოვრებაშიც და საჯაროდაც. და გავლენაც ჰქონდა გავლენაც ჰქონდა, კი. ამ გაგებით ის ახლა 28 წელს ბევრი აბსურდულად დასაჯეს იმის გამო, რომ არანაირ ანტისაბჭოთა მიმართულებას არ მისდევდნენ და ჯავახიშვილი ამ გაგებით ბრჭყალებში სწორად დასაჯეს, იმიტომ რომ სწორად მიაგნეს იმას, ვინც ანტისაბჭოთა იყო. ის იყო ანტისაბჭოთა სრულად თავისი მთელი შეგნებით ეს სიძულვილი რაღაცნაირად, როგორც ჩანს, ყველაფერში გამოსჭვიოდა და ყველაფერში ჩანდა. ეს ნაწილი სხვა შორის სექსუალობის ნაწილია. ხა ჯავახიშვილთან ყველგან წამყვანია, მას აქვს აი სექსუალობაზე წერის კიდე სხვანაირი ისე წერს სექსზე, რომელიც შეიძლება გასაგები იყოს 2026 წლის ადამიანისთვისაც, დღესაც გასაგები იყოს. გამსახურდა ეგრევე ვერ წერს. და მაშინ წინ უსწრებდა თან ფროიდი ქართულ ტექსტში იყო ჯავახიშვილთან მხოლოდ აი ეს. აი გამსახურდა ხო წერდა სექსზე, გამსახურდა წერდა. თვალის მოტაცებაში არის ეს რაც სექსუალობის ნაწილები ძალიანაც არის. და იგივე კონსტანტინე სავარსამიძეში, რა ვიცი, ავედიქს სულ სექსი ატრიალებს იქ, მაგრამ აღარ არის მოდებაში, რაღაც სხვა რაღაცაზე წერს რა. და ჯავახიშვილზე წერს, როგორც ჩანს, კიდე უფრო ნამდვილად აღწერს რაღაცას. ეს არ არის სექსი, იმიტომ რომ ეს არის ლიბიდოზე. ზუსტად, ეს არის ლიბიდოზე რა. და ეგ არის მარადიული თემა. და ყველა კაცი იპოვის რაღაცა ტიპის აი რაღაცას, რაც ლიტერატურაში ყველაზე კარგი აღმოსაჩენია, ეს ხო მეც და მაგას ჯავახიშვილთან ყველა კაცი და ქალიც ალბათ აღმოაჩენს. მე უბრალოდ ახლა კაცის პერსპექტივიდან შევხედე, ახლა კიდე უფრო მეტად ამას. და ეს მის მიერ ქალაქური ცხოვრების აუტანლობა და ქალაქიდან გაქცევა კარგად აქვს დალაგებული, ხო, დიალოგებია მის ცოლთან, ხევსურცოლთან და მის ქალაქელ ცოლთან. შეპირისპირება ამ დიალოგებისა. და ეს ჰარმონია რაღაცნაირად, მათ შორის სექსუალური ჩანს იმ ხევსურცოლთან მისი და ხათუთასთან. ხოლო ქალაქელ ცოლთან აბსოლუტური გათიშულობა არის. ის ვერ აღწევს ამ ჰარმონიას, ის ვერ აღწევს იქ სექსუალობა არ ჩანს საერთოდ, არც აღწევს. როგორ ფიქრობ, სექსიზმად აღიქვამდა, თქვა დღევანდელი წაკითხვით ქალი ამ ტექსტს, რომ აი ხათუთასთან იმიტომ არის კომფორტულად, რომ ის აღიარებს კაცის უპირობო დომინაციას ურთიერთობაში. ალბათ ვიღაცა აუცილებლად ამას დააბრალებდა. რომ კითხულობდი ახლა გადაკითხვისას ბერამდენეთ უკვე, მაგ თვალით შევხედე, რომ შეიძლება ეს ტექსტი ახალ ცენზურას დაქვემდებარებოდა ამის გამო, რომ ესე იგი ამ ხათუთას ხო არავინ არ კითხა მოეწონებოდა თუ არა ცივილიზაცია. ისე წამოიყვანეს, ხო? და მოეწონა კიდევაც. ცოტა შეიძლება აი ეს მაშინდელი გზავნილი ეგ იყო, რომ კი, ცივილიზაცია ჯობია სოფელს და ჰარმონია ის მოერგება, ხო? თიდან ჩამოიყვანს და ასე შედგება. ისინი ჩამოვიდნენ თიდან. ეგ არის, ისინი ჩამოვიდნენ თიდანაც ეგ იყო, ხო? ხო, რა თქმა უნდა, კი. აუ, მაშინ გადაიღეს ეგ ფილმი არა, მაშინ დაიწერა ეგ და მე გადაიღეს ისინი ჩამოვიდნენ თიდან იყო, ზუსტადაც რომ აი აბელიაშვილის ტექსტის მიხედვით. ამის მიხედვითაც გადაიღეს ხევსურული ბალადა, მაგრამ ის კიდე არ გამოვიდა რა. მაგრამ ეგ იყო მთელი ტრენდი ეგ იყო, რომ თის მე ოღონდ 60 წლებში პირიქით დაიწყო. რომ თაიცლება და პირიქით დაცლილ მთაზე წერდნენ საბჭოთა მწერლები და ქართველი მწერლები განსაკუთრებით. პირველი პერიოდი ეგ არის რომ თა უნდა ჩამოვიდეს, თა ეს ჩამორჩენა არასწორია და იქ ცივილიზაცია უნდა შევიტანოთ აუცილებლად. იცი სექსისტად აღიქვამდნენ და
რაღაც გაგებთ რა სექსის სიტყვას არ გამოიყენებდი, მაგრამ ეს რაღაცა მასკულინური ტკივილები ხო. ქალის ემანსიპაციასთან დაკავშირებული ყველასთან შეიმჩნევა. ქართველი კაცები, როგორც ჩანს იმ პერიოდისა, ყველაზე კარგებიც, ყველაზე განათლებულებიც, ყველაზე მწოდნეები ევროპის. აი მაინც ქალის ადგილს საკუთარ ცხოვრებაში. აღიქვამდნენ მაინც იმ ძველ მოდელობაში, როგორც გაიზარდა. მიუხედავად როგორი ლიბერალია ცუცქიასთან. ქალაქელცოლთან ურთიერთობაში, ანუ იტანს მის ტყუილებს, მასკულინური კაცი არ არის. არ არის ხო, მაგრამ ის არ აქვს, რომ ეხლა შენ ქალოსახში დაეგდე მაგრამ ხო, ნუ ესეც იგივე პრობლემა, გადაწყობა გიჭირს. აი დღეიდან გიცხადებდნენ, ერთხელ მახსოვს ერთ ჩემ მეგობართან ვარჩევდით ამას, რომ საქართველოს ძალიან რთულია, ქალის არა, ასე უცებ თავიდან კაცმა აღიქვას. არათ, იმიტომ რომ ქართველი კაცი მიჩვეულია წლებისა და ათწლეულებისა და საუკუნეების მანძილზე, რომ ქალი პირველად არას რო გეტყვი, შევნეცადო მეორედ, მესამედ, ეს არ არის შეურაცხყოფა, უარს რო გეუნება მაგალითად შეხვედრაზე. თავზე უნდა დაადგე, ზალადობრივად კიბე მიუდგა ფანჯარასთან, რაღაც, აი ამ კულტურაში გაიზარდა ქართველი კაცი და ეხლა თავიდან უნდა გადაეწყოს იმაზე, რომ აუცილებელი პირობა რომ არა ნიშნავს არას და კი ნიშნავს კის. და აი ეს კრიზისი ისევ 2000 ჩვენ გარშემო. კაი განათლებაც რო აქვს მიღებული, რომ მოგიყვება ძალიან კარგად რა კარგია რაღაცა. ეს დრო და ეს თანასწორობა, მაგრამ პირად ურთიერთობებში თვითონ ძალიანად ძველ მოდელს რომ არის ჩაბღაუჭებული, იმიტომ რომ მისი აი ცოლთან, ქალაქელ ცოლთან, ხო? კი, ყველაფერს უთმობს, წინააღმდეგობას არ უწევს. მაგრამ ის ჩაგრება იქ. ანუ ის ტოქსიკური ურთიერთობა არის, ღრმა ტოქსის ბედნიერი იქ არ არის. მეტიც აი უბრალოდ აგრესიული რეაქცია არ აქვს ამაზე, მაგრამ ზუსტად გაურბის ამას. ანუ ერთი რეაქცია არის, როცა რაღაც არაშენდა სასიკეთო თვითარდება, რომ აგრესიულად უპასუხო ამას და მეორე რომ გაექცე. და ის გარბის რა თეიმურაზიც ხო იგივეა. არის თუ არა სულ არის ეს კითხვა, არის თუ არა ქართველი კაცი. საშუალო სტატისტიკურზე ვლაპარაკობ ძალიან გთხოვ თქვენზე არ ვამბობ. პერსონალურად არ არის თუ არა ქართველი კაცი საბოლოო ჯამში თეიმურაზი. და რა ის ველური და მასკულინური და აგრესიული და ვერავინ რო ვერაფერს გაუბედავს. არის ასეთი თუ საბოლოო ჯამში მაინც თეიმურაზები ვართ. აი მაგ საკეში ჩაგვეხედა. და იგი აღმოჩნდა ძალიან მტკივნეული დღემდე მტკივნეულია. და თვითირონიულიც რაღაცა. მათ თვითირონიული და ძალიან მტკივნეული. დღესაც კი მე ვიცნობ ადამიანებს, ვინც ჭაყოს კითხულობენ და ვერ კითხულობენ. რა ვიცი, მეც გულწრფელად რო გითხრა, წაკითხული მაქვს ალბათ 2-ჯერ ან 3-ჯერ და ასე ჭაყოს არაფერი არ მოვიწყდება იქიდან, მაგრამ ასე ჭაყოს მიუბრუნდები და წავიკითხავ, თქო, ეს არ არის ტექსტი, რომელიც რაღაც გაფრთხილებასავით არის, რთული ტექსტია რა, ემოციურად რთულად გადასამუშავებელი ტექსტი არის, იმდენად მართალია, იმდენად მართალი ტექსტი არის. რომ შეგძრავს აი. იმიტომ რომ მონტენი როგორც ამბობდა, ყველაზე მეტად ჩვენ გვიჭირს ლაპარაკი იმაზე, მართლა საუბარი იმაზე, რაც რისიც ძალიან გრცხვენია და ძალიან გვტკივა. აი ამის არტიკულირება ზუსტადად რთულია, ეს რაღაც გამოსვლა და ტირადები უფრო შეგვიძლია იმაზე, რაც ცოტათი გვაწუხებს. მაგრამ როცა ასეთი ზუსტია და მტკივნეული ტექსტი იქნება თუ პირადი განცდები, ამის საჯაროდ გარჩევა ძალიან მძიმეა და ფაქტიურად რაღაც დიაგნოზი დაგვისვა ამ ტექსტით საუკუნის განმავლობაში. მე მგონი არ არსებობს ქართველი კაცი, რომელსაც ეს ტექსტი წაუკითხავს და რაღაც ეტაპზე ცხოვრებაში მაინც არ უთქვა, რომ არა, არ ვიქნები თემურას ხევისთავი. საკუთარი თავისთვის საჯაროდ კი არა. ანუ რაღაცნაირად ხო მარკერად გისვამს შენ ტვინში, რომელსაც ყოველთვის არ გინდა, ანუ როგორც ყველაზე საშიში, ყველაზე ცუც. ამ ხრივ შეიძლება კარგი ეფექტიც აქვს ამ ტექსტს რაღაცნაირად, ვიღაცების თავში ჩადო რა არის არასწორი, როგორი არ უნდა იყოს. მაგრამ საერთო ჯამში უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სამი ტექსტი, ხო თქვი მიყოლებით დაწერა. კვაჭი, ჭაყოს ხიზნები და თეთრი საყელო. ყველგან არის ეს სამი ქართველი კაცის რაღაცა ამბავია, ხო? რაღაც სხვადასხვანაირი. რომელიც დღესაც შეგვდებიან კვაჭები, ჭაყოებით შეხვდებიან ჩვენ გარშემო. ჩემი საყვარელი ტექსტია კვაჭი. კი. და თან გარდა იმისა, რომ უზუსტესი არქეტიპია, არის პირველი ქართული ესეთი ტრიქსტერზე სრულყოფილი რომანი და თან ყველაფერი აგვიხდა რაც დაწერა ამ კაცმა. ამიტომ ჩემთვის სამეულში შედის ილია ჭავჭავაძე, დავით კლდიაშვილი და მიხეილ ჯავახიშვილი სრულიად საკმარისი იქნებოდა. დიდი მადლობა ყველა დანარჩენ ტექსტს, რომელმაც ჩვენი იდენტობა ჩამოაყალიბა, მაგრამ რა გვჭირს და როგორ არ უნდა გვჭირდეს თუ გვინდა ვიცოდეთ, ეს არის აი სამი მწერალი. თვითონ აქვს უბის წიგნაკში აი ეს თათქარიძე, პარალელი გავლებული თათქარიძე, თეიმურაზი, რომელიც თითქოს არ გვანანს ორი სხვადასხვანაირი თავადია, ხო, მაგრამ აი ეს უძლურების პარალელიზაცია, რომ
რატომ შეიძლება რომ ვიყოთ ცუდად? ეს არის რაღაც აი ზუსტად რაზეც შენ დღეს ძალიან კარგად გაქვს თელი დღე აქცენტი, აი ამ უძლურების განცდაზე და თვითგანცდაზეც, ხო? ხო შორის როგორც ილია ჭავჭავაძეს დაასწრებდნენ კახელი თავადები მოსაკლავად ლუარსაბ თათქარძე რო დაწერა, ეგრე გაუბრაზდნენ ხევსურები. თუ არ გიბრაზდებიან, ესე იგი არ დაწერე რაღაც კარგი. ძალიან გაუბრაზდნენ, იმიტომ რომ რაღაც გამოიყვანა ისეთ რაღაცად, რაც მათ არ მოეწონათ ხევსურები. მაგრამ სინამდვილეში ეს ტექსტი ხევსურების პრიმიტიულობაზე კი არ არის. ეს ტექსტი ამ თავარი პერსონაჟის კრიზისი არის და ამ თავარი პერსონაჟის სისუსტეზეც არის მათ შორის. იმიტომ რომ ის თავის პრობლემებს გაურბის ქალაქიდან. იმათ იციან როგორ ცხოვრობენ, იმათ უნდათ ისე ცხოვრობენ როგორ ცხოვრობენ ის ხევსურები. სპეციალურად ისე ცხოვრობენ რომ ვერავინ ვერ მიაგნოს. იმათ თავიანთი წესრიგი აქვთ. გასაგებია რომ ეს წესრიგი სასაცილოა, გასაგებია თვითონაც რომ დაინახავენ რომ თოფით მისდევენ, კომიკურები არიან. გასაგებია რომ მარტო კარაქის სეპარატორი არ არის საქმე, კარაქის სეპარატორი აქვთ. მაგრამ ეს ჩაკეტილობა უნდათ აშინებთ ახალი კი, აი ცხოვრება. ბამბის საცვალი გადააკეთე რომ ფეხები არ კანი არ გაუღიზიანდესო, არა, მე მიეჩვევაო. ესეც იციან. ეს არის გააზრებული ცხოვრების წესი, როცა იცი, რომ ეს კარგი არ გინდა, იმიტომ რომ იმან მიჩვევა იცის. ამიტომ დარჩები იმ შენ წესებში და ძროხიშარდით თავის დაბანას გააგზელებ და არ დასცინის აქ ჯავახიშვილი, არ შეიძლება. ეს არის ძალიან ვულგარული აღქმა ტექსტის, როცა შენ გონია, რომ დაიწერა იმაზე, რომ აი ხევსურები ხელს რო ჭრიან და ბუხართან კიდებენ, ამაზე უნდა და აქცენტის გაკეთება. არა, იქ აჩვენებს, რომ ყველა სოციუმში, სადაც ეს წესები მათ ბედნიერ ხდის და ეხა ხო ხედავთ, რომ ხათუთა ბევრად ბედნიერია. მიუხედავად იმისა, რომ მართლა დღევანდელი, აი მე როგორც ქალი, გეტყვი ქალის გადასახედიდან, როცა კითხულობ, რას ნიშნავს ბოსელში ადამიანის შეშვება, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ პოსტსამშობიარო დეპრესიას, როგორ გავუმკლავდე და ამ დროს იცი, რომ სადღაც ცოტა ხნის წინ ბოსელში იმყოფებოდა ადამიანი 40 დღე, სრულიად მიუხედავად. და აქაც ამ წეს რო არღვევს, ალბათ იქ იბადება ხათუთას მან ხო წერს, მან დამინახაო. ხო, იმიტომ რომ მან დაარღვე წეს. დანახვა არის, ხო, მთავარი. ეგ ძალიან სხვა შორის რამდენიც ის ამ ემანსიპირებული ქალის ზეწოლას გამოექცა ქალაქიდან, ხო, იმასთან არ გაუვიდა არაფერი, იმასთან ტოქსიკური ურთიერთობა ჰქონდა. იმდენად სწორედ ქალის საკითხზე მოუვიდა მას სრული გახლეჩა იმ ხევსურეთის თემთან, როცა დაინახა რომ მისთვის საყვარელი ადამიანი როგორი ჩაგრებოდა, მისთვის საყვარელი ქალი როგორი ჩაგრებოდა, იმიტომ რომ ქალი. ხო, სხვა არაფერი არ არის იქ. თავისთავად აი ერთგან წერს კიდე აი ქვეყნის ქარიშხალმა გამომწურა და დამამჩატაო. აი ეს დეპრესიული განწყობა, რომელიმე დღეს ახლა მოდაშია სხვა დიაგნოზების დასმა და მასაც დაუსვამდნენ რაღაც დიაგნოზს ალბათ და ქონდა აუცილებლად. აუცილებლად ქონდა. ამ პერსონაჟს უბრალოდ მაშინ არავის ეცალა ამის და სხვა შორის იგივე ქალებზე რო ამბობდნენ, რომ აი ჩვენი წინაპრები როგორ უძლებდნენ, ნუ რამდენი კვდებოდა ნახონ. და რამდენი გიждდებოდა და ვერ უძლებდა აი ამ პოსტსამშობიარო თუნდაც დეპრესიის იმ მშობიარობას, იმერე ახალ დაღუპულ ჩვილებს, ნუ ეხლა იგნორირება ხდებოდა იმის, რომ არსებობდა ფსიქოლოგიური პრობლემა და სხვა შორის ჯავახიშვილი აი ამ ქალის ფსიქოლოგისაც პირველი ქართველი მწერალია, რომელმაც აი ამ ქალის ფსიქიკის დეკონსტრუქციას სცადა და თან გამოუვიდა. ჯაყოშიც გამოუვიდა ეგ ჩემი აზრით. თეთრ კურდღელშიც. თეთრ კურდღელში აქაც პერსონაჟები, აქ ქალი არ არის მაინც ობიექტი ესეთი დამზერვის. არა, მაგრამ ქვეტექსტი იკითხება. ქვეტექსტი სულ იკითხება, კი. ქალი პერსონაჟების მიმართ ზოგადად ქართველი მწერლები სპეციფიკურად, მაგალითად კლდიაშვილის მოთხრობები, კლდიაშვილს სულ ეცოდება, ძირითადად ცხოველები ეცოდება. და ვინც იქ რაღაც ღირსებას ინარჩუნებს, კლდიაშვილთან არიან ქალები. სირცხვილია რა დაგემართათ რა აი ამას სულ ქალი ამბობს იქ იმიტომ რომ კაცებს აკარგული აქვს ეგ შეგრძნება რაღაცნაირად ჯავახიშვილთან ეგრე არა ჯავახიშვილი კიდე სხვა ფსიქოლოგიზმით შემოდის ახლა ამ ტერმინს თუ გამოვიყენებთ აი სხვა შრებს გვანახებს ქალის სოფლახმისა მაგრამ ასევე სხვაობას ძალიან აღსანიშნავია რომ როგორც ასე კაც დაენახოს ქალის გადმოსახედი ქართულ მწერლობაში იშვიათია ნამდვილად გამსახურდია მაგალითად შედარებით უფრო საკუთარ თავზეა კონცენტრირებადაც ხო ეგრე არის ის საკუთარ თავზეა კონცენტრირებული შენ განახებს მე რა მაგარი ვარ ხო რაღაც ეს ხო კაცის პერსპექტივაა თავიდან ბოლომდე რაღაცა ცენტრშია სამყაროს ცენტრშია კაცი და პირად ცხოვრებაშიც ეგეთი იყო გამსახურდია კაცი იყო ეგ სამყაროს ცენტრში და ჯავახიშვილის შემთხვევაში არ არის ეგრე რომ კაცი სამყაროს ცენტრში თუ დამზერ პირიქით ძალიან სუსტ რაღაცას განახებს ყველაზე მოწყვლად ნაწილს განახებს კაცისას გამსახურდია შეიძლება ეგრე არც დაეწერა საერთოდ არ დაინახავდა ეგრე კაცი და იმიტომ იმიტომ რომ თავის თავს დაინახავდა იმ კაცში და ჯავახიშვილი არერიდება მაგას ჯავახიშვილი პირიქით აი
ამ ყველაზე რთულ შრეებს, ყველაზე მტკივნეულ შრეებს ეხება კაცის არსებობის და კი, თუ არსებობს სულის კატაგომბები და კერძოდ ქართული სულის კატაგომბები, იქ ჩადის ჯავახიშვილი. კი, სხვა შორის ერთ რაღაცნაირად იყენებს ერთ ამბავსაც ბიბლიურს ის საზრდოობს ამითი დანიელის წიგნში, დანიელის წინასწარმეტყველის წიგნში არის ეგეთი ნაბუქოდონოსორის სიზმარი, სადაც მეფე ნაბუქოდონოსორი ნახულობს სიზმარს, სადაც ის ყვება, რომ ნახულობს რას, რომ მოუწევს მას გაქცევა, ველად გავარდნა და 7 წელი ცხოვრება ველურად, გაველურება. როგორც რაღაცნაირად ჭკუის სწავლება. აი ამ ამბავს ჩემი აზრით ჯავახიშვილი ეყრდნობა რაღაცა ნაბუქოდონოსორის სიზმარი ლიტერატურაში ღრმად გამჯდარი ნარატივი არის ერთგვარი დიდი ამბავია რომელსაც ბევრ მწერალს გამოუყენებენ. მე მგონი ჯავახიშვილი სადღაც ამასაც იყენებს ამ ნაწილს. და მათ შორის კიდე რას გვაჩვენებს იცი სექსუალობის ნაწილს რომ დაუბრუნდეთ. ჩემი აზრით მან ისიც დაგვანახა აქ რომ ეს სექსუალობა არ არის მხოლოდ ახალი ეპოქის ნაწილი, ქალაქის ნაწილი. სექსუალობა უფრო ნამდვილი შეიძლება მთაში იყოს, იქ იყოს. იმიტომ რომ აშკარად გაანგებ გვიხატავს ამას როგორც არამომხიბვლელს და არა ანუ როგორ გითხრათ არა შემდგარს რა და იმას როგორც შემდგარს და ის გონო რომ იქაც არის ეს ამბავი ამ ხრივ ძალიან საინტერესო არის ამ ხრივ მგონი ესე შორს არც არავინ არ წასულა აი გამსახურდას რო შევადაროთ ისე ერთი ეპოქაა ხო სულ არის აი კონსტანტინე სავარსამიძე დიონისოს ღილულში სულ რაღაც სექსუალურ თავგადასავლებშია მაგრამ ისევე პერსონაჟები იგივე თვარის მოტაცებაში ხო იქ რაღაცა სხვანაირად უყურებენ ამ ამბავს სრულად აი თამაშერვაშიც რომ მას მოიკვეთს და რაღაც დაკარგავს ყველაფერს მაგარი რომანია ამ თვარის მოტაცება მაგრამ აი სექსუალობის ნაწილი ჩემი აზრით უფრო სწორად უფრო ზედროულად დაიჭირა ჯავახიშვილმა ისე რომ იკითხება დღესაც და წაკითხული იქნება 100 წლის მერეც ეს ნაწილები ამ წიგნში. იმდენად რომ 80-იან წლებშიც კი იყო ეს ხევსურეთში წავიდეთ თავგადასავლისთვის. ეს ისეთი ღრმა ანაბეჭდი იყო ქართულ სულზე, ქართულ აზროვნების სტილზე, რომ აი მაინც აღიქმებოდა, რომ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მისმა ტექსტებმა ბოლოს დაწერის დღიდან დღემდე რაც არ ამიტომ არის რა აი დიქტატორებმა უნდა გაიგო რაც არ უნდა დახვრიტო გაანადგურო მოშთო ტექსტი მაინც თავის გზას ნახულობს და თავის გავლენას აი მაგას ხო ხევსურეთის ეს თავგადასავალთან კავშირი სულ არის რეზო ამაშკულსაც კი აქვს ლექსი დაწერილი ხო რა ხო და ეს მოდის ყველასთან აი ეს ხევსურეთი როგორც თავგადასავლის ადგილი რაღაცნაირი ლას-ვეგასი თუ რა ვიცი რა და ზოგადად მთაში მთა როგორც აი გამძაფრებული როგორც სიზმარშია ყველ ადამიანის აღქმა გამძაფრებული ასე აღიქმება მთა არ ვიცი ჟანგბადის ნაკლებობის გამო თუ სიჭარბის ზოგან აღიქმება როგორც ყველაფერი ოღონდ უფრო გამძაფრებული ნამდვილი და უფრო ნაირაგელაშვილსაც კი მთაში ათანგენობის დღესასწაულზე აქ ერთი მოთხრობა იქ ხდება. აი ეს ვნება, რომელიც გუბდება აქ და რაღაცა კულტურული კოდებით მაინც კორექტირდება სულ და შემოდის. აი ეს ლიბიდოს ფრთის გაშლის ადგილი არის და იქთან სხვა წესებია, ხო? კლაუსტროფობიულია ცოტა და მაგრამ ეს კლაუსტროფობიულობა მთას აძლევს საშუალებას, რომ იზოლირების და მე მაგალითად მთაში ვისვენებ ყველაზე კარგად. აი პერსონალურად რო თქვა. მე პერსონალურად რო გითხრა, მე არ როგორც კი დილით ვიღვეძებ და წინ არ არის ჰორიზონტი და არის მთა, უკვე ცუდად. ოც შემოზღუდული მაგით რომ არა, აი დასტვინი გათიშვა ხდება, ჩემთვის იზოლირება ხდება მხოლოდ იქ. აი სვანეთში, თუშეთში, ეგეთ ადგილებში. ხო, აი შეიძლება ეგ ეფექტიც არის, ადამიანს რა თქმა უნდა მე წინ დავინახო ზღვა. იმიტომ კი არა რომ რაღაც ზაგარი და ესეთი რაღაცი, უბრალოდ წინ უნდა იყოს ბევრი ადგილი. რაღაც სივრცე რაც შეიძლება, ან მაგალითად კოლხეთის დაბლობი. გურია, გაშლილი უნდა იყოს, ან წინ ვერ უნდა ვხედავდე სად თავდება. და მთაში არის აი ეს რაღაც ძალიან შემოსავლური. კლაუსტროფობიულია ძალიან, შეუძლია იყოს ძალიან და რაც თავარია ბატონობს, შენ იქ არაფერს არ წყვეთ. ხვდები, როგორი პატარა ხარ, ხვდები უფრო მთაში, სადაც შენი ყველანაირი უნარები უნდა მოარგო მთას, ის ვერ მოგერგება შენ. კაკაბაძეს აქ ერთი ნახატი მისტი აქ დახატული და მაგარი ნახატია ძალიან. დახატული აქ დიდი მთა და მთის ძირში პატარა მისტია. აი ყველაზე კარგად აი მაგ ნახატში შენს როგორია სვანეთი და მთა ზოგადად, რამდენად არაფერი არ ხარ ამ რაღაცასთან შედარებით და თან როცა ამას სოციალური სტრუქტურები მოსდევს, ხო, არა მარტო გარემო, არამედ რაღაცა
ყარად და ჩამოყალიბებული. უცნაური წესები. ხო, უცნაური წესები. აქაც ხო ეს წესებიც როგორია? ოღონდ აქაც როგორ არის? ხო ვითომ თანმიმდევრულები არიან ეს ხევსურები, ხო ვითომ მისდევენ, მაგრამ იქაც არის მოჭრების, მოკლეგზების სიარულის ამბავი, რომ იქ მოისყიდეს ლავირება, თავისი სისტემაა, თავისი თელი სისტემაა. ოღონდ პატარა სამყაროა. კი, აი იქ უკვე ხო არ შეიძლება ცოლად მოყვანა წაწალის, მაგრამ შეიძლება რაღაცა ტიპის მოგვარება, კი. მე მგონია რომ ეს კლავების ნაწილი რაც გამოიყენა რომ კლავები კიდია ხო იქ მტრების ჩამოკიდებული ხა ეს პირდაპირ აღებულია ვაჟებშაველადან ალბათ და აქაც გამოიყენა ეს რისთვის რომ აქ ალუდას არ გაუულია რა ეს ალუდასთან არ გაქვს საქმე რა ეს თემია ეს ალუდა არა ძალიან კაი დაკვირვება და ჩემი ერთ განგებქნა აი კლავების ნაწილი განგებარი ჩასმული აი მის ხაზგასასმელად რომ ეს ალუდა არ არის და კიდევ იმისთვის, რომ ბოლოს საბოლოო ადაპტაციას უკან შემოტანით, ამ კლავების უკან დაბრუნებით თავის ადგილზე, ამას უკვე გახდა ამათიანი და მერე გადასარევი ეპიზოდი, სადაც ხედავს, რომ ზუსტად როცა ქალს, მის საყვარელ ადამიანს როცა ეხება საქმე, იქ ის უარს ამბობს საბოლოო ჯამში ამ გაწიკლაურებას. გაწიკლაურება თავდება მანდ. დეციკლაურება იწყება მანდ რაღაცა. საბოლოო შემოწმება. დეციკლაურიზაცია და ქალაქში დაბრუნება და აი მონატრება თეთრი საყელში. ამიტომ კიდევ არის ჩემი აზრით ეს იმაზე, რომ მაინც რაშიც გაიზარდე. აი ხო თქვი ცოტა ხანი მჭირდება მთაში. მაინც ბრუნდები იქ რაც შენთვის არის ავთენტური გარემო, რომელსაც ბავშვობაში, ახალგაზრდობაში მიეჩვი, რომელიც შეიძლება გხლის, შეიძლება კრიზისში გაგდებს, შეიძლება მამაკაც ურსაწყისაც კი გართმევს, გაბნევს, დედამიწაზე საკუთარ ადგილს გაკადინებს და ღერც გირყევს შინაგანს, რაზეც უნდა იდგეს ადამიანის სიმყარე, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ რამე გენატრება, მაინც ის შენი თეთრი საყელო ხო მეტაფორაა. მაინც გენატრება შენი წესრიგი გენატრება რა. ეს ხო შორის მე მაგალითად ჩემთვის ჩემი აღქმა ჩემ თავზე ხარ ამ რომელსაც ვკითხულობდი იმდენად სხვანაირად ჩამოყალიბდა იმდენად ქალები აქტიურად მონაწილეობდნენ მაშინ და დამოუკიდებელი და ძლიერი ქალები რომ ეგ აღქმა მასკულინობასთან ჯახისა რაღაცა ძლიერი ქალის მე მაგალითად არასდროს არ მიგრძვნია მაგრამ მე ჩემ გარშემო შემიჩნევი ადამიანებისათვის როგორც ცუდად ხდებია როდესაც ქალები ლაპარაკს აწყვეტინებენ აი უბრალოდ რო კარგი ნახავს კაცები რომლებიც ცუდად ხდებიან იცი რა მე არ მინახავს იმიტომ რომ ჩემთან პოდკასტში ყოველთვის მოდიან კაცები და ქალებიც რომლებსაც ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს მაგრამ ისე ცხოვრებაში ხო რომელიც ცუდად ხდება ჩვენ პოდკასტზე რომ რაღაც ზოგი არის მართლა რომ აი მე მინახავს უფრაზე რო თქვით რომ როგორ შეიძლება საერთოდ აწყვეტინებ კი არა რატო თქვი რამე სადაც კაცები ლაპარაკობენ ხო მე ეხლა ეს სუფრაზე კიდე ერთება მე მინახავს ძალიანაც ემას აი ძალიან კარგი აი ესეთ თანამედროვე კაცები მოდი ასე ვთქვათ რომ ვერ იტყვი რომ რაღაც მაგრამ ამავდროულად ეს ქალის ძლიერი ქალი რომ და რაღაცნაირად ესეთი მათ აი ცუდად აგზნობინებს თავს აი ქალს სხვა ადგილი უნდა ქონდეს რაღაცნაირად ამ კრიზისის გადის ჩემი აზრით 20-იანი წლების ქართული თეატრის თითქმის ყველა პერსონაჟი კაცი მაგრამ ასევე ძალიან დიდი კრიტიკა ამის თვითონ ქალებსაც უნდა თუ არა ეს ძლიერება და ემანსიპაცია თავის-თავში ჩამოყალიბების გზაზე, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ვიცოდი, გახსოვს ჯერ იწყებს მუშაობას, მერე იღლება ამ მუშაობას. თუმცა უნდა რომ ხმარმა არჩევოს, ხო? არც მარტო კაცებს კი არა, ქალებსაც ჰქონდათ ეს კრიზისი, რომ თითქოს რაღაც გეძლევა საჩუქრად და ყველა ქალს ჰქონია ალბათ დამეთანხმება, ვინც მუშაობს. და თან ძიმეთ მუშაობს. რომ ხანდახან გინდა რომ ნეტა ეხლა მე ვიჯდე და ვიღაცა ჩემს მაგივრად იღებდეს გადაწყვეტილებებს და ჩემს ოჯახს არჩენდეს ჩემს მაგივრად, მაგრამ ყველაფერს თავის ფასი აქვს და ეს არის თავისუფლების ფასი. ზუსტად ამაზეა საუბარი. თავისუფლებასაც სადაც მოიპოვებ, თაში იქნება ეს თუ ქალაქში, ამას მოყვება მერე თავისი ფასი. და აქ ჩვენ ლაპარაკობთ აი ფსევდო თავისუფლებაზე, რომელიც მიიღო ამ ცუცქიამ და ვერ შეირგო. ამ რაღაც ახალ ცხოვრებაზე რომელიც მიიღო ვაჟიკა ელიზბარმა და ვერ შეირგო და ხევსურები რომლებიც რაც არ უნდა ეს იმის ვერტფრენის გამოჩენა ცხოვრა იყო რომ აი მაინც ყველგან ავიდნენ ბოლოს ეს წითლი ყველგან შეაღწია აი რაღაც რო იწება გაქცევა არ შველის ამას და კიდევ ერთი გზავნილია ჩემთვის მიხელ ჯავხიშვილის სინანული რომ გაქცევას ხომ არ ჯობდა რომ ადგილზევე იმიტომ რომ ესთან არ დაგავიწყდეს რომ ჩახშული აჯანყების მერე უდიდესი სევდა იმედგაცრუება სასოწარკვეთილება, სადაც მიხელ ჯავხიშვილის 1924 წლის აჯანყების შემდგომი დეპრესიის ნაყოფია. ხო, აი ხა მაგალითად ხოშვილ ხო უყურებდი ხა წლები, მაგრამ ვიცოდი 24 წელს მონაწილეობდა მაგ ეს არის დეპრესია. ეს დეპრესია მისი, რომ წააგო საღრმა. მე არ მინდა ჩვენ შევიდეთ მაგ დეპრესიაში, რომ კიდევ ერთხელ ჩვენ, ვინც ვიკითხეთ, ვინც მოვინდომეთ
მოგვიწიოს გაქცევა და არა ბრძოლა. გაქცევა იქ იგულისხმება მაინდა-მაინც ის კი არა, რომ რაღაც უკეთეს ქვეყანაში გაიქცე. თუნდაც საკუთარ სამზარეულოში გაექცე ამ რეალობას, რომელიც დგება. ფაქტია. ჩემს ეგეთ კაცებზე წერს მათ შორის. ცოტა დამარცხებულ კაცებს რა. და ეგ ტრავმა დამარცხებული ნებისმიერ ადამიანის ტრავმა არის კაცისთვის კიდე სპეციფიკური. ქალისთვისაც სხვადასხვანაირად გადაგვაქვს ტრავმები, ხო, მაინც. ძალიან ჭკვიანი კაცი იყო და 26-ში უკვე მიხვდა. 26-ში კი არა მანამდეც და ყოველთვის ხვდებოდა, მაგრამ ზუსტად იცოდა რა ელოდებოდა საქართველოს მომდევნო ბევრი ათწლეულის განმავლობაში და ამიტომ 24 წელი რო ბოლო შანსი იყო ყველაზე კარგად ალბათ მიხეილ ჯავახიშვილი ხვდებოდა. ხო, იმ პერიოდში დახვრეტილების სხვა შორის, აი ქართველი პოეტების მათი ნაწილი რა ბოლშევიკებთან რა კარგად იყო. ჯავახიშვილი არასდროს. აი იგივე ტიციანი, პავლოიაშვილი, ხო? ისინი მეგობრობდნენ ბოლშევიკ ლიდერებთან. ისინი სულ სხვა იმედებით უყურებდნენ ბოლშევიკების შემოსვლას. მაგრამ ჯავახიშვილი არასდროს. ჯავახიშვილს ამხრივ თავი არასდროს არ მოუტყუებია. ჯავახიშვილი იყო თავის სოფლხედველობით ნაციონალისტი. მემარჯვენე. მემარჯვენე. კი, არასდროს არ ყოფილა მენშევიკური, არასდროს არ ყოფილა მემარცხენე. მემარჯვენე იყო ყოველთვის. და შესაბამისად ის მთელ ამ პერიოდს დიდი იმედებით ეგ ალბათ არც 18-21 წლების რესპუბლიკას არ უყურებდა. მისთვის ის ხალხის ოპოზიციაში იყო, ოპოზიციის ლიდერი იყო ერთ-ერთი. მაგრამ ნუ ბოლშევიკები საერთო წითელი ხაზი იყო. ბოლშევიკებს აქ რა ვიცი, ზოგი თეთრი დროში დახვდა და ღოღობერიძესთან და სხვებთან სახში დაიარებოდნენ, მეგობრობდნენ. სახში სიარული ხო კიდე სხვა მოვლენა იყო ბოლშევიკებთან, რომ სახში დაიარება რომელიღაცა. ამასთან ეს დაიარება სახში. კი, აი ეს ოქმი სახში და მახსენდება, აი ეს საოცარი ოქმი 1937 წლის 22 წლის მწერალთა კავშირის ხდომა, აი გულია გერევა რო ნახო, ნანახი გექნება ალბათ და იქ ჩვენი წერლები რაღაც პერიოდი მე წაკითხვაც კი რო არ შეგიძლია, ისეთი და იქ იყო ზუსტად ამაზე ლაპარაკი, ის ქალი არ მახსოვს გვიშიანი თუ რა გვარი, ზუსტად აი სახში დაიარებაზე იყო ლაპარაკი, რომ მიდიოდნენ იქ რაღაც ირჩეოდა ბოლშევიკებისა და მწერლების რაღაც ტიპის კოლაბორაცია და ვერ ვისწავლეთ 100 წელი დღეს ვლაპარაკობთ მე და შენ მიხეილ ჯავახიშვილზე 100 წელი ამ შესანიშნავი ტექსტიდან გასული და ისევ იმაზე ვლაპარაკობთ რომ არ ჭრის ცოტა დათმობა და კოლაბორაცია შენიღუპები ეს არის კონფორმიზმის ის ხარისხი რომელიც არ გადაგარჩენს შეგჭამს ანუ ეს ნახეს რუსებმა გამოიარეს და ეხლა ჩვენ იგივეს ვიმეორებთ რაზეც გაგვაფრთხილეს კი სხვა შორის აი სახში სიარული ხო ერთი მოვლენა იყო მწერლები რომ დაიარებოდნენ და რაღაც ალაკეთმენ და მე იყო დახვრეტილების სახში რო უშვებთ ეგ ხო კიდე ცალკე მოვლენა იყო სხვა სახში რო შედგება მაგარია ეგ ძალიან ეგ სხვა შორის რაღაცნაირად აი ხა ოცნების წევრებს რო უყურებ უნდა ვაღიარო რომ აი მე მგონია რომ ეგ მოვლენა აღარ არის მაგრამ აი ეს ოქროს ზოდები რო ამოიღეს ხო დახოთ ხო იგივე ხდება რომ ეხლა მე წავიღებ ამ მაშინ როგორ იყო იცი რომ კგბ-ში რომ წამოიღებდნენ ავეჯს დახვრეტილის სახით და მე მიდიოდნენ ამათი ცოლები ვინც იყვნენ იმ დროს და იმ ავეჯზე მიდიოდა ეს შემია ეს შენია შენ წაიღე ეგეთი დრო იყო რა და ეგეთ ხალხთან გვაქვს ხშირად საქმე და პერსონაჟები არ ქრებიან ტრანსფორმირდებიან და არ აქვს მნიშვნელობა იმას ეხლა ჰერმესიაცია თუ რა ვიცი კი და რასაორია ჩვენ იცი რაში გვეტყობა კიდე რომ არ გადავიაზრეთ ეს ბოლო 100 წლის ისტორია თბილისში არის ქუჩები, მეც ასეთ ქუჩაზე ვცხოვრობ. ატარებენ იმ ადამიანების გვარებს და სახელებს, რომლებიც ძალიან ცუდად მოიქცნენ საქართველოს ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში. დაახლოებით ახლა წარმოიდგინე 100 წლის მერე თავდაცვის მინისტრ ბურჯულაძის ქუჩა რო იყოს ან ირაკლი ღარიბაშვილის აი თან რაღაცებს ხო ქუჩების სახელები თულად იცვლება ძალიან. არა, შეცვლაზე არ ვამბობ. აი ჯავახიშვილის ქუჩასაც კი რადიანის ქუჩა იქნება, ეს ნუცუბიძის ქუჩა იქნება თუ ვინც იქნებისმიერი, ხო? ვის სახელსაც ატარებს ამ ადამიანის ბიოგრაფიული დეტალები არ ვიცით. აი ჯავახიშვილის ქუჩას ვეძახით, ელბაქიძის დაგმარს. ელბაქიძე რა იყო? რატომ? ბოლშევიკი არაფერი. მაგრამ ვერ შევეჩვეთ თითქოს, ხო? მაინც ვიღაცები ელბაქიძეს ეძახიან. იცი რატო ვერ შევეჩვეთ? იმიტომ კი არა, ჩვენ არ გვინდა შეჩვევა. არ გვაქვს ამაზე ინფორმაცია. ეხლა იწყება სულ ვამბობ ამას, რეალურად ჩვენი ისტორია, რუსეთმა ყველაზე ცუდი საქმე რაც გაგვიკეთა, მათ შორის მწერლების ბიოგრაფიული დეტალებით. ამოჭრა ჩვენი მეხსიერებიდან ყველაზე საინტერესო მნიშვნელოვანი დეტალები და ჩვენ როგორც ადამიანია თავისი მეხსიერება, ისე არის ქვეყანაც.
ქვეყანას თავის ბიოგრაფიას თუ დაუმახინჯებ, იღებ მე ელბაქიძეს ჯავახიშვილის მაგივრად. და ლესელიძეს კოტე აფხაზის მაგივრად. თუმცა აი მე მაგალითად სუბტელი ცხოვრება ლესელიძეს ვეძახდი. ხო? რაღაც არ ვიცოდი ასე. ლესელიძე. საკითხული მქონდა რამდენიმე საბჭოთა რომანი, კარგად იყო გამოყვანილი. არა, საკითხული მქონდა რამდენიმე საბჭოთა რომანი, სადაც ლესელიძე იყო კარგ ადამიანად გამოყვანილი. მე რო გავიგე რომ ლესელიძემ აჯანყებულ ხევსურეთს ქვემეხები ესროლა, იმისე ფიზიკურად ვეღარ დაუძახებ ლესელიძეს, ყოველთვის კოტე აფხაზს დაუძახებ. არა და ხო, აი ეს ცოდნა ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანი არის და ძალიან ნიშანდობლივია. სხვა შორის, ასევე არ უნდა დავიწყოთ ადამიანები იყვნენ ძალიან ცოტა, ვინც ამ პერიოდშიც კი რაღაცაზე უარსამოდ, აი სპარტაკ ბაღაშვილისთვის, რომელიც მსახიობი იყო და ვარსკვლავი იყო, ხო, სტალინსაც ძალიან მოწონდა და ძალიან ისო შეუთავაზებად რომელიღაცა ბინა, რომელთანაც ადამიანი გამოიყვანეს და ამას სასტიკი ურეო თქვა და ეხა იმდენად დიდი იყო, რომ ვერ დახვრიტეს. ანუ ვერ ვარსკვლავი იყო იმ საბჭოთა კინოს. ოღონდ მე ხო პრობლემა აქვს შიზოფრენია ქონდა რაღაცა და იმიტომ სტალინი მოიკითხავდა ხოლმე რა შრობაა სპარტაკ ბაღაშვილი და ბერიას თქვია რომ შიზოფრენია აქვს და ამიტომ აღარ ჩანსო რა და ქიზიყელი და შიზოფრენია ვის გაუგეო. ხო, აი ეს არის კი. ანუ ცოტა იყო ესეთ, მაგრამ იყვნენ რა ადამიანები. ასეთი ადამიანების მოძიება არის ხა ჩვენი საქმე ზუსტად, იმიტომ რომ რაც არ უნდა ვისაუბროთ, ხა არ მინდა სკოლის მასწავლებელი გამომივიდეს მივხვდეთ რომ ვიყავი ასეთიც გერმანულის მასწავლებელი, მაგრამ საჭიროა აი პირველ 14 წელში როცა ადამიანის ფსიქიკა, შუბლის წილი ყალიბდება, იცოდეს ვინ არის სწორი. ანუ მე რო ვიცოდი ვინ იყო მაგალითად იგივე რაც ლესელიძე და არ ვიცოდი ადამ ბობრიაშვილი მაგალითად ხო ეს ცუდია მე უნდა ვიცოდე რომ ჩემ ქვეყანაში არსებობდნენ ადამიანები რომლებაც უარი თქვეს პრივილეგიებზე ცოტა მიჭირს ხოლმე გავამტყუნო შიში რომელიც თქვა იგივე მწერლებს ჰქონდათ 37 წელს ახლა უკან ლულა რო გადევს თოფის საფეთქელთან რთულია თქვა რომ დაგხრიტონ ადვილია ადამიანი კომპლექსური რთული არსება ჯავახიშვილსაც აქვს ამ ხერხდები. დახვედა უარის რაღაცებს არსებობს. დახვედა საჩუქარი იქნებოდა ჯავახიშვილისთვის. და ჯავახიშვილი ერთი კვირა ისე აწამეს ერთი კვირაზე მეტი რომ იმწამების ვერავინ ვერ გაუძლებს და ნუ რავინ უიტყვის რომ და იქიცი რომ მე საკანში გაყავდა ცემდე სანამ დახვრეტდნენ ხო უცემდნენ ისე რომ გული მისდიოდა და წყლის დასხმა ჭირდებოდა და შუალედში იქ თანამოსაკნებს უყვებოდა საქართველოს ისტორიას. და ერთხელ ერთი მოგონებაც არსებობს მასზე რომ გაიყვანეს ცემეს წარეთ თან თვითონ ბერიამ დაადგა გულზე წიხლი ერთხელ და საშინელის გამოიარა ბოლო წლები რომ შებრუნდა მე რომ მოასულიერე სად ვიყავიო იკითხა სად გავჩერდიო ხო და ასეთი ეპიზოდებიც არის თუმცა ხო ნუ ეხა ჩვენი მწერლების 30-იან წლებში რო არ გაუმართლა და მაშინ დაიბადნენ არ ვიცით ეხა უბრალოდ დღევანდელ დღეს მიყვირს რატო უნდა შეირცხვინო თავი მარტო იმიტომ რომ დღეს ჩვენ რა პრობლემის წინაშე შევდგავთ აკუნინმა თქვა ერთხელ და ჩამრჩა მაშინ რომ დღეს თქვენ გაქვთ ერთი პრობლემა უარი უნდა თქვა ბიზნეს კლასით ფრენაზე დაბეჭდვაზე პრივილეგიაზე ჭყალებში ქვიშხეთზე და ლიკანზე აი ამაზე უარი არის ფასი ხვალ ეს გადაიქცევა სიცოცხლის ფასად. და სანამ ეს არის პრივილეგიებზე უარი ფასი, მაშინ გაქვს შანსი, რომ არ შეყვე სისტემას შეს ბოლომდე განადგურებაში. ხედავთ ახლა ზვიადრატიანი მაგას გეუბნები, ეხლა ვხედავთ ჩვენ პრივილეგიებზე თანხმობას. და ხვალ კი ვეღარ გავამტყუნებ ვიღაცას პარიზის წიგნის ფესტივალზე რატომ წახვედია დღეს პრობლემა და აქ უნდა მოგვარდეს. სანამ იქამდე გავდო რა ქნახრეტდნენ და ხო და ეხლა დღეს არ ხრეტენ და მართლა პარიზის ციგნის ფესტივალზე ცვლიან ყველაფერს და ეგეთ ადგილებზე კიდე. აი მე ჩემს ძალიან ნიშანდობლივი არის ზვიადრატიანის ამბავი. ცოტა ისიც არის რომ ცოტა რას ხედავ იცი შურსაც ხედავ ადამიანებისაც ვინც მასსავით მაგარი არ არის ხო ბევრი არ არის ეგეთი პოეტები რო ქვიათ რაღაცებს გავს და სამაგიეროდ ვინც მასსავით არის ერთი რამეს ვიტყვი ჩვენი დღევანდელი მწერლების სასარგებლოდ რომ გაცილებით მეტი აღმოჩნდა ბოიკოტში მყოფი და ღირსეული ვიდრე 30-იან წლებში ეს ჩვენი მწერლების სასახელოდ უნდა ითქვას რომ ზვიადის გვერდზე როგორც თავად შესანიშნავად თავზე ვინც ნიჭიერია და ზვიადის არ შურს და პლუს რაღაც არ ეხამება აი ამ ქოცურ პრივილეგიებს ზვიადის გვერდშია ის. და ეხა ამ დღეებში არ გინახავს გამართლებები რომ რატომ ვეცით ავსეთ ადამიანებს რომელსაც ეკუთვნით რომ ასე ხმა მოიღონ და ხო შიგვებში არის შემაგვი. იცი ლაშა არ მიწყენს ალბათ თუ ვიტყვი მე და ლაშა ზუსტად ამ დილით და გუშინ საღამოს ამაზე საუბრობდით რომ სინამდვილეში ძალიან ხელს გვიშლის დღეს ეს განწყობა რომ მოდი ყველას გავუგოთ. მე არ ვამბობ რომ რაღაცი მორალურ იმაში შევიდეთ და ყველა თითი ვუქნიოთ, მაგრამ
არ შეიძლება დატოლება აქედან გულის ტკივილისა და იქიდან სადამსჯელო ოპერაციების. არაფრით არ შეიძლება. კი, უნდა იგრძნო თავი დამუნათებულად იმ ადამიანებმა, ვინც დღეს აი ეს ხალხი დღეს მოდი შევხედავ რა იქნება, ვინ გაიმარჯვებს და მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. აი ეს ხალხი წყვეტს დღეს იმას, რომ 100 წლის მერეც აქტუალური იყოს ჯავახიშვილის თეთრი საყელო ჯაყო და კვაჭი კვაჭანტირაძე და მე სულ ვამბობ, მე მინდა რომ დადგეს საქართველოში დრო 2126, როცა მაშინდელი ირაკლი კიკნაველიძე და ქეთი დევდარიანი დასხდებიან და იტყვიან ჩვენ არ გვესმის ეს ტექსტი რაზეა. ეს არის წარსულია. არ ვიცით, ეს ოდესღაც ხდებოდა და ეხლა შეგვიძლია ვისწავლოთ მხოლოდ როგორც ლიტერატურული ტექსტი და აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, რაზეც შენ დასაწყისში გააკეთე. კარგი ქართული სიტყვა. კი, სხვა შორის აი ხო არის რაღაც თემები, რომლებიც დარჩა წარსულში, აი მამათა და შვილთა დაპირისპირებაში. ენის შესახებ რო კამათობენ, ხო? დღეს ხო გარდაიქმნა ეგ ამბავი, ხო დასრულდა ეს ამბავი, ილია ჭავჭავაძემ გაიმარჯვა მაგ ამბავში და არა მარტო ენის შესახებ. მაგრამ მაშინ არა მარტო ენის შესახებ იყო ეგ კამათი. ხათებაზე რაზეც იყო დღესაც უცხალი ილია მართალი იყო მაშინაც. ყველა მაგმართულებით მართალი იყო. დღესაც ეხა 30-იან წლებს და 20-იან წლებს რო ვიხსენე. მაშინ ხო იყო ეს პროლეტარ მწერალთა და პოეტთა ასოციაცია. დღესაც არიან ეგეთი ბჭყალებში პროლეტარი მწერლები, რომლებიც არათუ ჩუმად არიან, რეალურად თავის საქმით ტაშს უკრავენ იმას, რაც დღეს ხდება. და კაი, მეტროებზე წააწერინებენ ადგილ-ადგილ წარწერებს და ცოტა ფულს მისცემენ. იმასაც მაგას უშვებოდნენ მაშინ პროლეტარ მწერლებს. ეგ იგივე, აი, მოუკლავ დედას, მოუკლავ მამას, რაც იყო მაშინ, ხო? თუ რევოლუცია მიბრძანებს ამას. დღეს იქ არის, რომ აი, ზვიად რატიანის დაჭერაზე ჩუმად ვიქნები, ამას ვიზამ და ცოტა მეც კარგად მომასულიერებენ ვიღაცის ფეხზე ესე ვიქნები, რომ ლამაზად რომ გადმომიყარონ რაღაც. და ყოფნით თავხედობა კიდევ ადამიანებს, რომ ეს ნონკონფორმიზმად შემოგასავალ. მე არ ვემორჩილები ლიბერალურ ტერორს, კაი, კაც, სად არის ლიბერალური ტერორი? აი, ზოგს როცა გონია, რომ რაღაცა უმრავლესობის და მეინსტრიმის წინააღმდეგ მიდის, სიამოვნებაში აზრი არის, რამდენად სოფლიო და ლოკალური მეინსტრიმის ნაწილია თვითონ ამით. და საკუთარი კონფორმიზმის გამართლება იმით, რომ მე მივდივარ აი ამ ლიბერალებს ვეწინააღმდეგები. ძალიან ადვილია დაეუპირისპირდე იმას, რაც საფრთხეს არ გიქმნის. ძალიან მარტივია, გაბა ერთ პოლიტიკოს მყავდა სტუმრად ახლა. სახელს და გვაშარ დავასახელებს, მაგრამ ყველა მიხვდება და ლანძღავდა აქციის მონაწილეებს დაუბანლებს ეძახდა და მე მინდოდა მეთქვა რომ აი მაგის თქმელი არის ბიძინა ივანიშვილზე? მე მაგალითად მაგის თქმას არასდროს არ გამოვიყენებ არც ივანიშვილზე და არც არავიზე. არასდროს არ გამოვიყენებ. სხვა ზეცართავ სახელებს გამოვიყენებ, სხვანაირ დავახასიათებ. ზოგადად არც ზეცართავის სახელები არ მიყვარს და სხვანაირ შეიძლება აზრი გამოთქვა, მაგრამ არც კარგწერლებს უყვართ ირაკლი ზეცართავი. ხო, ზეცართავის სახელები ყველაზე ისეთი მარტივი გზა არის რაღაცის მოსაყოლად. აი ყველაზე მარტივი გზა არის. მაგრამ კაი, თქვათ ამაში ხარ შესული და მზად ხარ, რომ შენ ქუჩაში დგას ადამიანი, იმას ის დაუბანელია ესეთი. ივანიშვილზე იტყვი მაგასაც. იმაზე მარტივი სათქმელი რა არის, ვისაც პოლიცია დევნის და იჭერს. შენ იმაზე თქვი ძალა ვისაც აქვს. თუ მაგარი ხარ, თუ მაგარი ბიჭი ხარ. სხვა შორის ჯავახიშვილს მასწრებს შეეძლო მაგის თქმა ზუსტად. რა თქმა უნდა და იმიტომაც მე ვიცი და ამ ეთერისთვის მადლობა შენ. ამისთვის ცალკე, მაგრამ იმ ეთერისთვის რომელიც ახსენე. და ასევე დაცინვასა და გონება מחვილობა შორის და ვაჟკაცობა შორის ზუსტად ეგ განსხვავება. თუ შენ დასცინი იმას, ვისიც არ გეშინია, ეს არის ლაჩრობა, თუ შენ დასცინი იმას, ვინც საშიშია, ეს არის ვაჟკაცობა. აი ეს არის მარტივად ყალიბდება ასეთი რაღაცები. და დღევანდელი პოდკასტისთვის ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, როგორც ხევსურეთში მოუნდათ სტუდენტებს ასვლა, ისე მოუნდებათ შენტოლებს და ჩემტოლებსაც. ჩვენ შორის ორი თაობა განსხვავება, მაგრამ ჩვენთვის ორივესთვის ტკივნეულად ახლობელი და გასაგებია ეს ტექსტი. მოუნდებათ გადაკითხვა. გადაკითხვაშიც მგონია მე გადარჩენა. ვახომ ერთხელ მითხრა ჩემთან სტუმრად იყო, რომ ესეც ხომ არ არის თავის შეფარებაო წიგნებზე ლაპარაკი იმისგან, რაც რეალურად გვაწუხებს, მაგრამ რო დავინახოთ როგორ ერჩიან წიგნებს და თუნდაც წიგნებზე ლაპარაკს, ტექსტებს, მაშინდელი ხელისუფლებაც, ეხლაც და რამხელა ვნება და ორომტრიალია ტექსტების გარშემო, მივხვდებით, რომ ტექსტი მაინც არის ჩვენი იარაღი და ტექსტებზე საუბარიც. ამ ტექსტებში არის რაღაცა დიდი ინფორმაცია, რომელიც არ უნდა დავკარგოთ, გამოგვადგება. და კიდევ ერთხელ მე დიდი სიამოვნება მივიღეთ და მადლობა, რომ გადავიკითხე ეს ტექსტი და ყველას ურჩევდი, რომ კიდევ ერთხელ გადაავლოს თავი ჯავახიშვილს. ჯავახიშვილი არასდროს დროს არ გვართმევს. ჯავახიშვილი ძალიან სხარტაცებს, ბევრს გვაძლევს და რაც თორია თანამედროვე დროის დინებას ძალიან ზუსტად ერგება. აი ის არ მოგაცდენს რა, დიდხანს არ დაგღლის პირიქით. არა.
დიდი მადლობა მოსვლისთვის. მე მადლობას ვუხდი ჩვენს გაბედულ სპონსორებს მთის წყალს და საქართველოს უნივერსიტეტს და გემშვიდობებით შემდეგ წიგნამდე. ინოვაცია ხდება იქ, სადაც ერთმანეთს ცნობის მოყვარეობა და გამბედაობა ხდება.